პანდორას ყუთი გახსნა ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა, დონალდ ტრამპმა და ნათანიაჰუმ. ეს ისრაელის დიდი ხნის სურვილი იყო, რომ ირანის წინააღმდეგ მასობრივი სამხედრო ოპერაცია დაიწყოთ და თვითონ ნათანიაჰუს სიტყვებია. ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ, რომ მე ყოველ 40 წელიო ამაზე ვოცნებობდი რაღაცა ესეთი რაღაცა განაცხადა მან მას შემდეგ, რაც ერთობლივად დაარტყეს ირანს. თან ირანი რო დავაკვირდეთ მაქსიმალურად ცდილობდა ამ ომის თავიდან არიდებას რა. ამ ომის თავიდან არიდებას ჯერ კიდე ყასემ სულეიმანის სიკვდილიდან, უბრალოდ მკვლელობიდან, მერე უკვე შარშან ამ 12 დღიანი ომის შედეგად, როდესაც მთლიანად გენერალიტეტი ამოუხოცეს. ანუ ეს პირდაპირ ომი იყო და ამის მიუხედავად მაინც ისეთი ქმედებები განახორციელა მაქსიმალურად იქ აფრთხილებდა შეერთებულ შტატებს ბაზების დაბომბვაზე, რომ იქ იმათ ხალხი გაიყვანა, მსხვერპლი რო არ მოყოლოდა და მაქსიმალურად ცდილობდა ომის თავიდან არიდებას, დეესკალაციას. მაგრამ ირანის მმართველობას, მათ შორის აიათოლების წყობას კარგად ესმოდა, რომ ომი ადრე თუ გვიან გარდაუვალია და მოხდება და ისინი ემზადებოდნენ ამისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. შემდგომ ეს ატომური იარაღის თემა. ობამას დროს დაიდო ხელშეკრულება, ობამას კმაყოფილი იყო ირანული მხარეც, რომ ვენაში არ მოხდებოდა ასე ვთქვათ ატომური იარაღის შექმნა და ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. 2018 წელს ტრამპი გამოვიდა იმ ხელშეკრულებიდან და ობამას ბრალით დასდო, რომ ზედმეტად რბილი ეს არის პირობები იყო და ამიტომ არ მოიწონა მას. ავიღოთ ახლა მივყვეთ ისევ რა თანმიმდევრულად, იმათ ლოგიკას მივყვეთ. შარშან, როცა დაბომბეს ფორდო და მიწასთან გაასწორეს ბიორით, გამოვიდა და ყველა ამბობდა პირველ რიგში ტრამპი, მერე ჰექსეტი, რომ ირანის ატომური პროგრამა არის ლიკვიდირებული, განადგურებულია, ერთმანეთს ულოცავდნენ ნათანიაჰუ, ტრამპი, მოკლედ დიდი დღესასწაული ჰქონდათ. ანუ თუ ატომური პროგრამა გაანადგურეს, ეს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. მაშინ რისთვის დაჭირდათ ეს ესეთი ტოტალური ომი, რასაც ეხა ჯერ კიდე არ დაქოქილა, მაგრამ როგორც დაიქოქება და მიიღებს ტოტალური ომის სახეს ეს. მაშინ რა შეაწყურდათ?